ვინ ვარ მე? განათლებით ვარ არქიტექტორი. მაგრამ მთელი ცხოვრება სხვადასხვა სფეროში მუშაობდი. პრაქტიკულად არქიტექტურაში არ მიმუშავია, რასაც ქვია დაპროექტება, არა, რაღაც 1-2 ობიექტი იმას გაკეთებული, მაგრამ მაინც ინტერესების რაღაც ფართე არ ემაქვს და ამიტომ გავყევი ამ ინტერესებს ხან ერთი მიმართულებით, ხან მეორე მიმართულებით. მამაჩემი იყო არქიტექტორი. აპროექტებდა მთელი ცხოვრება. სხვადასხვა მის დაპროექტებული არის ღიაცის ქვეშ მუზეუმი, რომ არის ვაკის პარკის თავზე. აქვს გაკეთებული ბათუმის, რუსთავის, გორის გენერალური გეგმები და თბილისის აქვს ობიექტები. ძირითადად მეცნიერი იყო და მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამ უძველეს ქართულ საცხოვრებელ დარბაზს. დედაჩემი განათლებით არქეოლოგი იყო, მაგრამ მუშაობდა ალპინიზმსა და ტურიზმში. ეს ის ორი სფეროა, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ის არქიტექტურას ვერ გადაუხვია, დარჩი არქიტექტორი, განათლებაც მივიღე და დღესაც არქიტექტურაში საქმიანობ ფაქტიურად. ხოლო ეს დედაჩემის გენები კიდე გამოყვა იმაზე, რომ ძალიან მიყვარს სიარული, მოვლილი მაქვს მთელი საქართველო და ეხლა კიდევ დღე არ გავა, რომ არ დავდიოდე თბილისში საათების განმავლობაში ამ ძველ თბილისში. ჩემი დედაჩემის ბებია და ჩემი ბებია ორი განსხვავებულ რაიონში ცხოვრობდნენ, მაგრამ ორივე ითვლება ეს ნაკრძალად ამ თბილისური 19 საუკუნის თბილისის არქიტექტურისა. ესე იგი, ეს არის სოლოლაკი და ეს არის ჩუღურეთი. მთელი ბავშვობა მიწევდა ამ რაიონებში სიარული, და თავაწეული დავდიოდი, უყურებდი ამ შენობებს და ეთყობა ეს ყველაფერი იმდენად დაილექა ჩემში, იმდენად რაღაც ჩემ ცნობიერებაზე და ქვეცნობიერებაზე დიდი გავლენა მოახდინა, რომ შემდგომში ჩავამიყალიბდა ასეთი ჰობი, რომ რამენერად დამიფიქსირებინა ეს წარმავალი სილამაზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩემი ჰობი რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ რაღაცნაირად ვცდილობდი, რომ დამიფიქსირებინა ეს ძველი თბილისი, მერე გადამეზარდა უკვე გატაცებაში და გატაცებას არ ქვია დღეს ფაქტიურად ერთ-ერთი ჩემი ძირითადი საქმეა, იმიტომ რომ დანაც საქმე, რომელიც ჩავთვალე ჩემ მოვალეობად, რაღაც ხმამაღლა რომ არ იყოს გამოთქმული მოქალაქეობრივ ვალადაც, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ ეს თბილისი მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზრუნვისა და მე აღარ ვლაპარაკობ, რომ რამდენი ორგანიზაცია ცდილობს ყოველ შემთხვევაში, როგორც ცდილობს, რომ ეს დაიცვას ეს თბილისი და რაღაც ნაბიჯებს დგას, მიუხედავად იმისა, ეს ყველაფერი არის წვეთი ზღვაში და თბილისი უმოწყალოდ ინგრევა, ნელ-ნელა იშლება და მე მივიჩნიე ჩემ საქმეთ, რომ რაღაცნაირად დამიფიქსირებინა ეს წარმავალი სილამაზე და რაღაცნაირად შემექმნა დოკუმენტაცია, იქნება ეს ვიზუალური დოკუმენტაცია, ცოტა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ფაქტიურად ეს არის რა. იშვიათი არის ისეთი დღე, რომ მე ამ ჩემ ჰობის ქვია თუ რა ქვია სიყვარულს ქვია თუ საქმიანობას დრო არ დაუთმოთ. ყოველ დღე გავდივარ ამ უბანში, ძველ უბანში, თბილისის ამ ძველ უბანში იქნება ეს ჩამოგითვალეთ, ეს არის მთაწმინდა სოლოლაკი, ეს არის გარეთ უბანი და არის ვერა ვაკის დასაწყისი და ჩუღურეთი, დიდუბე ჩუღურეთი. აი ეს რაიონებია, სადაც არის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საუკუნის მე-20 საუკუნის დასაწყისის არქიტექტურა, რომელიც ჩემთვის არის ძალიან საინტერესო. ეს არის კაპიტალური შენობები. ყოველ დღე ჩემი სიარულის დროს ვაფიქსირებ ამას და ძველად ამას თუ ეკონდა ფრაგმენტების სახე, ცალკე აივნები, ცალკე ლითონის აივნები, ხის აივნები, მოაჯირები, ცხაურები და ასე შემდეგ, დეტალები, არქიტექტურული დეტალები. დღეს უკვე ეს ჩამოყალიბდა სულ სხვა პროექტში, რომელსაც დავარქვი მე იდუმალის სილამაზე. ჩემის აზრით ეს სახელი იდუმალება საერთოდ გულისხმობს ისეთ რაღაცას, რაც ჯერ ბოლომდე გახსნილი არ არის და ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის. თბილისი, რაც კორელა მიუხედავად იმისა, რომ აუარებელი წიგნის დაიწერა, აუარებელი მასალაც მიეძღვნა, ფილმი, მოგონება და ასე შემდეგ, მაინც აბსოლუტურად იდუმალი ქალაქია. თბილისი ერთგვარი სკივრია, როდესაც გახსნი, იმდენ მოულოდნელ რამეს აღმოაჩენ შიგნით, რომ შენ თუ გაუცდები. რატო ჩამოდიან თბილისში ევროპელები, რატო ჩამოდიან თბილისში ამერიკელები, რატო გასაგებია ერთი სფერო არის ეს ცნობილი ქართული მასპინძლობა და ცნობილი ქართული ურთიერთობა ადამიანებთან, ეს გულღიაობა, მაგრამ მეორე სფერო არის თვითონ აი რას პოულობენ თბილისში. თბილისში პოულობენ ისინი, რასაც იშვიათად ნახავ მსოფლიოში. ეს არის კულტურების
არევა, კულტურების ნარევი, აზიურისა და ევროპულის, დასავლურისა და აღმოსავლურის. თბილისში პრაქტიკულად არ აქვს შენ ისეთი ობიექტები, რომელიც შეიძლება შეადარო თავისთავად ევროპის რომელიმე ქალაქის არქიტექტურულ ნაგებობას, მაგრამ თბილისის ეშხი იმაშია, რომ სწორედ ეს ყველაფერი არ არის აშკარად გამოხატული ევროპული, აშკარად გამოხატული აზიური, ეს არის ნარევი არის, თანაც უცნაური და ძალიან შეხმატკილებული ნარევი არის ამ სხვადასხვა კულტურების. ყოველი ჩემი გასვლა იმ სიხარულთან და აღმოჩენებთან ერთად გულის ტკივილთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ კეთდება რაღაცა კეთდება, რაც კორელია მithlat მიტოვებული საქმე არ არის, მაგრამ რაც კორელია ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. თბილისი უმოწყალოდ იშლება, თბილისი უმოწყალოდ ქრება და რაც კორველია ყველა ჩვენის ვალი არის, რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყოთ ამ სილამაზის დაფიქსირებას და ამ სილამაზის შენარჩუნებას. ყოველ დღე ამ გადაღების შემდეგ საღამოთი თავს უყრი ამ გადაღებულ მასალას და ვაყალიბებ რაღაც ტაბულების სახით. გუშინ ამ ტაბულებს ერქვა თბილისური ჰერბარიუმი, შემდეგ იყო თბილისური კატალოგი, როგორც მოგხსენებთ, დღეს ამ ტაბულებს ქვია იდუმალი სილამაზე და არის ასე. ყოველ ტაბულას აწერია ქუჩის სახლის ნომერი და ამ ტაბულაზე ფოტოშოპში უკვე ვაფიქსირებ ამ შენობის დაახლოებით 10-15-20 ყველაზე საინტერესო ფრაგმენტს. ამ შენობის ხედებს სხვადასხვა მხრიდან, მის არქიტექტურულ დეტალებს და მის ინტერიერებს, შეძლებს დაგვარად, იმიტომ რომ შესვლა ამ სახლებში არის ძალიან გაძნელებული მოგხსენებათ. ყველა დაკეტილია ფაქტიურად დღეს. გული ყველაზე ძალიან წყდება ის, რომ ეს ციფრული კამერები ძველად არ არსებობდა და მეც არ ვიყავი ასე შემართული წლების წინ. იმიტომ რომ სულ რაღაც 10 წლის წინ თბილისი იყო 10ჯერ უფრო მეტი, 10ჯერ უფრო მეტად სავსე ამ ძველი არტეფაქტებით, ესე ვთქვათ, ეს ტერმინი ვიხმაროთ, ამ ძველი ობიექტები ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იყო და აი რომ მაშინდლიდან არ დავიწყე ამის კეთება. ერთადერთი რაზეც ვფიქრობ მე, რომ ნეტა მოახერხო, რომ რაც შეიძლება მეტი სახლი გადავიღო და რაც შეიძლება მეტი გადავარჩინო. გადარჩენა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მეხსიერებისთვის რაღაც ეს მასალა უფრო მეტი დავტოვო და ვიმუშავებ მანამდე, მანამ ენერგია მექნება, მანამ ფიზიკური ძალა მექნება და მანამ ეს ჩემი ფოტოაპარატი და ჩემი კომპიუტერი მომცემენ საშუალებას, რომ ვიმუშაო.